დიდი მადლობა. ბენც გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ძვირფასო ტელემაყურებლებო მონოლოგი მინდა დავიწყო ერთი განცხადებით, როგორც იცით, საპროტესტო აქციებზე მონაწილეობის და თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი, მსახიობი და სცენარისტი ონისე ცხადაძე. ვანო შოუ და მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ვგმობთ რეჟიმის მიერ მომიტინგეთა დაპატიმრებას, თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მალე ჩვენს გვერდით იქნება. ჯამში სადღაც 350-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ქართული ოცნების სასამართლო ჯგუფ-ჯგუფად და სწრაფ ტემპებში განიხილავს საქმეებს. ნუ მაგალითად ონისეს პროცესზე განიხილებოდა 6 მსჯავრდებულის საქმე ერთდროულად. მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის საქმეც. ნუ დარბაზში მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსახიობები დარბაზში ისხდნენ და ესწრებოდნენ რეჟიმის მიერ დადგმულ სპექტაკლს. პირიქით. მინდა ონისესაც, ანდროსაც და ყველა დაკავებულსაც მალე გათავისუფლება უსურვო. ნუ ონისე ცხადაძის დაკავებასთან დაკავშირებით ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო. სოციალურ ქსელებში წერენ ტროლბოტები და მთავრობის პროპაგანდისტები, რომ აბა სკოლაში რო შევარდი რა გეგონაო, შენო. მინდა გითხრათ, რომ სკოლაში შესვლა საერთოდ არ განიხილება სასამართლოში და რაც შეეხება სკოლაში შევარდნას, ჯერ ერთი სკოლაში არ შევარდნილა, არამედ შევიდა. მეორე ის რომ ბიძამისი არის იმ სკოლის დირექტორი და მასწავლებლებს მოუწოდა გამოფხიზლებისკენ და მესამე ის რომ პრემიერ-მინისტრი ყავდა ადამიანი, ვინც სკოლაში ბერას სტატუსების გამო ბავშვებს აშინებდა და ცემდა. აი ეს არის მესამე ვარიანტი, რომ აი ამასთან ერთად რომ განვიხილოთ. მაშინ სად იყავით ხო ის ესეთი კითხვა? ესეთი პოპულარული კითხვა. ისე სკოლაში შესვლის გამო ადამიანი ციხეში თუ უნდა ჩავსვათ, მაშინ ბიძინას აქციებზე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს რომ დაატარებდით ძალით, აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც. იმიტომ რომ უკვე ორმაგი დანაშაულია. პირველი ის რომ სასწავლო პროცესს შლიდნენ ესენიც და მეორე ის რომ ბიძინას საზიზღრობებს ასმენინებდნენ ბავშვებს და მასწავლებლებს. ხო კიდე ის ხალხიც დაიჭირეთ სკოლიდან ბავშვები ძალით რომ გამოჰყავდათ და ციხის კადრებს რომ აყურებინებდნენ კინოთეატრებში. ესეც ხომ გახსოვთ და მაშინ სად იყავით? აქაც ისმის ესეთი კითხვა. ქართულმა ოცნებამ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ანტირეკორდი მოხსნა 2 კვირის განმავლობაში რეჟიმმა დააკავა 500-მდე მოქალაქე და ნაცემი და ნაწამებია 400-მდე მოქალაქე. ნუ ქუჩაში დარბიან არაფორმალური ბანდები, ნუ ქვეყანაში არის სრული, ეგრეთ წოდებული ბესპრეძელი, რასაც ეძახიან. პოლიციას არაფერზე რეაგირება არ აქვს. სამართალს ვერ სადიპოვი. ერთადერთი სამართალი დღეს ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ერთი კაცია ყველაფერი. სამართალიც და კონსტიტუციაც და დამოკიდებულები ვართ, ეს კონსტიტუცია როგორ ხასიათზე გაიღვიძებს. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ ეს კონსტიტუცია გავხადოთ არაკონსტიტუციური, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ნუ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ალბათ ყველამ ნახეთ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრები ზონდერ ბრიგადამ როგორც ცემა TV პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწურული, ნუ რთული წარმოსადგენია რომ ეს ადამიანები საერთოდ ქართველები არიან და ჩვეულებრივად ჩვენს ირგვლივ დადიან. ის ახლა ზონდერები ნიღბებში ქალებს რომ ცემენ, ის ნიღაბშია ზონდერი და არა ადამიანი, თორემ სუფრასთან იქნება სამაყო ქართველი. პატრიოტი და ქალის მანდილის პირველი დამცველი. აი დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ნუ ჟურნალისტებმა კობაღიზესაც კითხეს ამ საშინელ ინციდენტზე, თუ უყურეთ პირდაპირ ეთერში, როგორ გაწირეს სასიკვდილოდ ჟურნალისტები და ოპერატორები და ნახოთ რა უპასუხა ირაკლი. სასიკვდილოდ გაწირეს, რატომ უტრირებთ? არადა ტიტუშკა ჩვენს ოპერატორზე ძირს დაგდებულზე ზემოდან ხტუნაობდა და ამისთვის თურმე ვუტრირებთ. რა ვიცი ირაკლი ღმერთმა კარგად გამყოფოს, მაგრამ თუ გავიხსენებთ მსოფლიო დიქტატორებს, რა დაემართათ, აი ის იყო უტრირება თუ იყო. ხალხი თუ განრისხდა, უტრირება იცის არნახული.
სასწაული უტრირება იცის განრისხებულმა ხალხმა ეს მაინც დაიმახსოვრეთ ეს ხო იცი ყველაფერი უკან ბრუნდება ვამბობენ მოდი ახლა გავიცნოთ სულ სხვანაირი ირაკლი კობახიძე სულ სხვანაირი ნახოთ ვიდეო როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის გერა როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში ირაკლი დაიმახსოვრე იციდის ის ვინც ბოლოს იცინის არა შენ ისეთი ხარ დარწმუნებული ვარ ბოლოს შენც გაიცინებ მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ოთახის კედლები და შენი ფორმა იქნება თეთრი მე მოვა ვინმე ექთანი და ტელევიზორს ჩაგერთავს იმიტომ რომ გამორთულ ტელევიზორზე იცინოდი მე ვფიქრობ კობახიძისთვის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა დაგვიანებულია ძვირფასო ტელემაყურებლებო მალე ალბათ მეთვალყურე დასჭირდება რომ თვალი ადევნოს პერიოდულად თორე ერთშვენიერ დღეს შეიძლება სახლიდან გავიდეს და აღარ დაბრუნდეს გზააბნეულად მინდა გაგაცნოთ თავზარდამცემი ინფორმაცია აი გული რომ გაგისკდებათ ისეთი ვრცელდება ჭორი რომ ოცნებაში შიდა დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა და ის ტრაუმატოლოგიურ კლინიკაში მივიდა მრავლობითი დაზიანებით მიუმართავ შუაშისტებს აი ეს არის უნიკალური შანსი აი ახლა შეგიძლია თავისუფლად დაგმოთ ძალადობა ორივე მხრიდან იმ ღვთისნიერმა კაცმა ბოლომდე გაწირა ესე იგი რა ეს ირაკლი მოკლედ ადრე ამბობდა რაც გინდათ ის დაუძახეთო და ახლა ამბობს რაც გინდათ ის დაულურჯეთო ბატონ ირაკლის ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა უბრალოდ ვარჯიშის დროს დავიზიანე მხარიო რაღა მაინც და მაინც ამ გაგანია არეულობის დროს აუსრიალდა ფეხი სარბენ ბილიკზე ამ ადამიანს როცა ყველაფრიდან ჩახსდეს და გააგდეს რაღა მაინც და მაინც მაშინ დაეცა შტანგა მხარზე პარტიიდან წასვლა რო უნდოდა რაღა მაინც და მაინც მაშინ მოხდა სავარჯიშო ჟგუტი მხარში დამთხოვებშიც როგორ ბედი არა გაქვს ირაკლი მართლაც რომ საწყალა აი ამ ირაკლი ღარიბაშვილს რავი თუ არ გაჩერდება კაც მარიცის კიდევ რა შეიძლება დაემთხეს ამ ამბავს გამარჯობა ბატონო გამარჯობა ეხლა თქვენზე საუბრობდი ბოდიში ზურგიცებად ბიჭო ბოდიში ბატონო ვაინო მე მიდექ გამოვიხმაური ამ ჭორებს ნე შეიძლება ის ტრუს დამჭი ჭორებს მინდა გამოვიხმაური ბატონო ვაინო რა გავაქარწყლო ეს რაღაც სისულელეები რომ ვითომ მე რაღაცა მცემეს და რაღაცა მითხობე ხე მე რა მინაცემი ესე ერთი შეხედვით არაფერი ისეთი ეს დეზინფორმაცია ძირფასი მეგობრებო დეზინფორმაცია ეს არის დეზინფორმაცია ბია არანაირი განხეთქილი და არაი უცნებაში ბატონო კი ანუ ვარჯიშის დროს დაშავდაო ეგ ინფორმაცია მცდარია ბატონო ეხავე გეტყვით ესე იგი ნამდვილად ვარჯიშის დროს მივიღე ტრეინა ძირფასი მეგობრებო სხვათა შორის მე დავიწყე სამჯერადი ვარჯიშები კარატეში ბატონო კარატეში კი რუსი ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ და გამასწავლეს ერთი წუთი ესე იჭერხენ ბატონო აი ესე კარატეში ვარჯიშის დროს დაშავდით ესე იგი ხო რა იგი გამოვიდა რა ვარჯიშობდი რა ბატონო ამ კარატეში უცე ვარჯიშობდი ხო აი ფანჯრიდან გადავიხედე და რო უყურებდი აი ჩემი აყოვებული ქვეყნის აი ყურებით ვტკბებოდი რა ბატონო რა და უცე ეს გადაჭარბებულ კეთილდღეობაზე ფეხი არა ამისრიალდა ბიჭო ხო? წავიქეც და პირდაპირ დავცხე ეს თავი რე ბეტონი მენი. დავცხე. მე მგონი დამაჯერებელი ვერსია იყო, ხო? მე მგონი ამ ვერსიას არავინ არ დაიჯერებს. არავინ არ დაიჯერებს? არა. კარგი, მაშინ მე ხა გავა. რამე კაი ვერსიას მოვიფიქრებ. ვიფიქრო. კი ბატონო, რაღაცა დაალაგეთ და ისე შემოდი ბატონო ირაკლი. დიჯერებს თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენს ლექსიკონში გააქტიურდა სხვადასხვა სიტყვები. მათ შორის არის სიტყვა რობოკოპი. ვიცით ხომ ყველა რას ნიშნავს რობოკოპი? ვიცით? არ ამგონია. მოდით ნახოთ პროპაგანდისტულ არხ იმედზე, როგორ ხსნიან სიტყვა რობოკოპს. როგორ შეიძლება რომ რობოკოპი უწოდო შენივე საკუთარი შენ ხარ მთავარსარდალი ქვეყნის და ამბობ რომ ხარ პრეზიდენტი და შენს პოლიციელებს და შენს სპეცრაზმელებს უწოდო რობოკოპი არა ვიცით რაც არის ეს რობოკოპი ხო გარდაცვლილი პოლიციელის სული ჩასახლებული რობოტში
რობოკოპი ნიშნავს გარდაცვლილი პოლიციელის სულით ჩასახლებული რობოტი. მართალი ხართ ქალბატონო? ხო მართლა, ვინც არიცით, ქალბატონი ნიშნავს გარდაცვლილი ქალის სულით ჩასახლებული ბატონში. აი ეხლა გავიგე ვინ ყოფილა ირაკლი კობახიძე. კობახიძე არის რობოპატი. გარდაცვლილი რობოტის სულით ჩასახლებული ფსიქოპათში. აი ეს ვერსიაც კარგია. ეგ რა არის სამართალდაცვებს რომ ტიტუშკებს ეძახიან. ეგ როგორ შეიძლება, იცი, როგორ ტიტუშკა, როგორც ვიცი, არის ტიტულოვანი ზონდერის გარდაცვლილი სულით ჩასახლებული ტუშონკაში. ტუშონკაში, ანუ ტ და შ-ზე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ტუშონკი ტ და შ-ს ვარიანტი ვერ ჩავასახლე ვერაფერი. ესე იგი რობოკოპი არის გარდაცვლილი პოლიციელის სულით ჩასახლებული რობოტი. აირონმენი კიდე ყოფილა რკინის აბჯარში ჩასახლებული რობერტ დაუნ უმცროსი. ხოლო ტერმინატორი ყოფილა წარსულში მომავლიდან მოbrunებული რობოტი იმის გადასარჩენად, ვინც შექმნა მომავალში რომ წარსულში გადაარჩინოს. ეს მართლა ნამდვილად ესია. აი ამ ყველაფრის შემდეგ იმედი ავრცელებს განცხადებას გვაბულინგებენო. მართალია ხალხო, რას აკეთებთ ადამიანები არ ხართ თქვენ, ადამიანები არ ხართ, იმედის დაბულინგება როგორ შეიძლება? ონისე ცხადაძე ვნახე ციხეში, გიორგი შეწირული რეანიმაციაში და გურამ როგავა სასწრაფოში, მაგრამ მაგდა ანიკაშვილი რო ვნახე დეპრესიაში, აი გული დამეწვა. ნეტა სულ არ მენახა ისეთ მდგომარეობაში. მოიფიქრე, აბა ვნახოთ. მეგენი ვისი ბატონი? ისე იგი როგორ იყო ისე, აი უფრო დამაჯერებელი ვერსია მაქვს, ისე იგი. რა ვერსია გაქვს, აბა? იგი როგორ იყო ისე, გეტყვი ხა დილით ვარ ნომაი, ვარჯიშო ხუნე კუსტბაზე, ნე? ხო. კუსტბაზე დავრი ვარ ხოლმე, ჩემი აი სახლა ნახავს არის, აი ვარჯიშო ხოლმე. ეხლა რომ ავკრიფე რა გზეტა 15-12 კილომეტრად ჩას ვარჯიშობ, ეს რა დავბივარ, რა? უცე ბუჩქებიდან კუსტბაზე წრეებს ურტყავენ, მან წარმოიდგინე, კუსტბიდან უცე რა, ბუჩქებიდან გამოვარდა რა ციგნის ბავშვი, რა? ეს ორივე ფეხზე შემომხვიე ხენი, რა, მან რა? აი წონასწორობა ვეღარ დავიკავი, აი როგორც ფიცარი ბატონო, ანუ აი ესე წავიქეცი და კუსტბის კუთხეს ჩამოვარტყი ცხვირი. კუსტბის კუთხე? მენდერი აი კამიშები საერთოდ მენდერი ძალიან წვეტიანი კუთხე რა, იმაგა ჩამოვკარი კუთხეს. გასაგებია. აბა თითქოს ამოვარდნილი გაქვთ, ისე მეტყველებთ. ესეც ვარჯიშის დრო დაიზიანეთ. ეხლა გეტყვი ბატონო, ანუ აი ბატონო ბიზნესა იმაშინა რომ ყაველაშვილი რო წარადგინა პრეზიდენტობისგან, ჩემ მაგივრე თო. აი წარმოიდგინე, ჩემ მაგივრე წარადგინე და აი მაგ დროს ისე გავოცდი, რომ ყბა ხო ჩამომივარდი და მეთლახზე დაეცა და გაიბზარა. აი ქარი გამზარდა. გაიბზარა. კი ბატონო, ხო მაგრამ ზუსტად მაგიტომ კოჭლობ. ყბა თუ დაიზიანეთ, რატომ კოჭლობთ? აი ხო საინტერესოა. რატომ კოჭლობ? ხო კოჭლობის ვერსია დამუშავება ჭირდება. ეხავე გავალ და მოვიფიქრე. რატო კოჭლობ? აი მაგაზე დაამუშავეთ და შემოგძანეთ. ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანს სურვილი ექნება საპატრულო პოლიციაში დაიწყოს მუშაობა, არ იქნება საჭირო სპეციალური კონკურსი. არაფერს არ მოსთხოვენ. შეუძლიათ საპატრულოში მივიდი და პირდაპირ დაიწყონ მუშაობა. აი ესეთ კანონს იღებენ. გომელაურს შემოუყვანენ ბრგე მამაკაცს, გომელაური მიუახლოვდება, კბილებს შეუმოწმებს, შეაჯანჯღარებს. ოჰოი, ბიჭი ძალიან მომწონს. ისეთ შკოდაზე დაგსვა, რომ ბადალი არ ჰყავდეს. უინტელექტო მამლუქთა არმიას აკეთებენ. შესაბამისად პოლიციაში მსურველთა მიღების განცხადებაც ასეთი იქნება. საქართველოს პოლიცია ეძებს უინტელექტო მხეცებს. არ არის აუცილებელი კანონებისა და ზოგადად წერა კითხვის ცოდნა. დღეს როგორც პოლიცია იქცევა არანაირი ვალდებულება არ აქვთ, იყვნენ განათლებულები. ერთი სიტყვით დღეს საჯარო სამსახურში მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა იქნება ვარ სამსახურებული კოცი. მეტი არაფერი არ არის. ფსივში მხოლოდ ეს ეწერება. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა ბიძი და ივანიშვილს 1 საათი გრძელდებოდა საუბარი, სხვათა შორის კაცრად მოთხოვა დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება. მე ძალიან გამიხარდა, რომ პირდაპირ მაკრონი ითხოვს ონისეს გათავისუფლებას. ამაზე დიდი ამბავი ჩვენი გონდისთვის არაფერია. მე მინდა მიმართო პრემიერს. ვერ გავიგე ირაკლი ეგრეთ წოდებულ პრემიერს ბოდიში ხანდახან წამომწდება ხოლმე ეს ძველი დროის ამბავი გადმომდის და ეგრეთ წოდებულ თვით აღიარებულ პრემიერს მინდა მიმართო ირაკლის. ირაკლი რა ხდება? ბიძინა რა სტატუსით მოძრაობს საერთოდ? დეპუტატი იყო და ეგ სტატუსიც გაუუქმეთ. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა. შენ არ გირეკავს და ბიძინას ურეკავს მაკრონი.
რა ხდება შენ რა პირდაპირ ვიღაცა მოქალაქეს რატო უნეკავს მოიცა თავზე გადაგახტა თუ რა ხდება ირაკლი შენ აქ პრემიერი ხარ თუ პროპკა გამაგებინე ცოტა დარწი რა მუშტი მაგიდაზე რა შედებურად რა სახში მარტო რო იქნები თორე მოიფიქრე და აბა უძენ მაგრისი უდეკოდუსენსიტიური სინე კი ბატონო აბა რა ვერსია კაროჩი ბიძინა ივანიშვილმა სილა გამაწნერე მე ერთი სილის გარტყმით ეგრე ნაცები როგორ ხარ იცით რა არის სიმართლე გითხები ვაინო ეს გარტყმა საერთოდ ვიგზენი მაგდროს და ბიზნეს ხელს მაგდროს ვერ გძნობ ხდები მაგრამ აი ბატონო ბიზნეს ვარ წყენო და იწავიქეცი კიბეებზე ვიგორე ამოვიდი ხელახლა დავგორდი კიდე ამოვიდი კიდე დავგორდი რომ ბიზნეს მწიფე ხელი დამტყობოდა მეგონი ეს ყველაზე არადამაჯერებელი ვერსია არის რაც აქამდე გითხოვთ ბატონო ირაკლი აბა რა შეიძლება აი ვენ მაშინ გულწრფელად გეტყვი რა პატარა სტიჩკა მქონდა კობახიძესთან სტიჩკა მქონდა სტიჩკა მქონდა უბრალოდ მე ვეუბნები რომ მე უფრო მიყვარს და მე უფრო პატივს ემეთქი ბატონ ბიზნესთან იმენ აიჩიმა არა მეო და აი მასე შევკამათით ხვდები რომ აი მე და ბოლოს ბატონო ვანო შემოვიყვანე ბატონი ბიზინა აი მეთქი მე უფრო მაგრამ მიყვარს მეთქი ესე კისერი გადაუწირა ისე აკვიცი რა სუნია კიკაი თო ბენშის აი პროსტა ჩაუ პროშინა ჩაუ კოცე ეს ვერაიტანე ვაჯბატონმა ვერაიტანა ვაჯბატონმა და ვარჯიშოს დავეცი რა ვიცი მე მაქვს ინფორმაცია რომ უბრალოდ გცემეს ბატონო ისა მე ვინ მინდა მცემოს ბიჭი მე ვარ ირაკლი ღარიბაში მე ვინ მინდა ვინ გამიბედავს საერთოდ ვინ ასი არა ისე გაბედო ვინ მე ვერ გამიბედავს მაგას ეგ არის ყველაფერი ჭორი ანუ არ უცები ხარ არა მე ვინ გამიბედავს კაი რე ვინი გამორიცხული იგებინი კი ეს ვერსია აბსოლუტურად დამაჯერებელია ბატონო ირაკლი всё დავიჯერეთ აი ჯერე დაში მე შემთხვევით მინდა რომ აი ვისარგებლო შემთხვევით ბატონო ვისარგებლო შემთხვევით და მიმოთა ბატონ ბიზნეს აი ბატონო ბიზნე თქვენ ისიც როგორ მიყვარხართ რომ აი რო გამაგდით აი ასეთ რო აღარ ჩანო აი ეს გული არის არის გადიხლიჩინი აი ეს არის გადახლიჩინი ეკივე მეუნებიან რომ საჭიროა თქვენი სითბო და თქვენი ტკბილი ენა რომ აი ეს გული ისევე გამრთელო და შეეწებო თქვენი ტკბილი ენით ბატონო ბიზნე აი გადიხლი გული ჯაგავემთელო ალბათ გაგიფცელდებათ ძალიან მალე ბატონო მეგობრებო მონოლოგის ბოლოს მინდა შეგახსენოთ რომ ხვალ არალეგიტიმური მთავრობა არალეგიტიმურ პარლამენტში აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უნდათ რომ ყაველაშვილი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დაგვასვან თავზე ყაველაშვილი იქნება პირველი გაუნათლებელი პრეზიდენტი რომელმაც უნდა მიმართოს განათლებულ ჯარს ყაველაშვილი იქნება პირველი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომელიც ბავშვებს მისცემს სტიმულს რომ განათლებას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ქვეყანაში და ყაველაშვილი იქნება ის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომლის მმართველობის დროსაც შეგიძლიათ ყველა წიგნი გამოიტანოთ და დაწვათ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში წიგნს არაფერი არ ესაქმება პასო ტელემაყურებლებო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აპრობებს ბენდი გამუნალეკო ისის ხელმძღვანელი მადლობთ გადაცემის პარტნიორია Coca-Cola